მზადება ახალი გრანდიოზული აქციისთვის. სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილის რეჟიმის სიყალბეს და რეპრესიებს მასშტაბური საყოველთაო შეკრებით გააპროტესტებს. ხვალ 15 თებერვალს უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების მე-80 დღეს მოქალაქეები ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ. ვინ არიან აქციის ორგანიზატორები, რა სცენარით გაიმართება მსვლელობა და რა მოთხოვნებით შეიკრიბება თბილისში მოსახლეობა მთელი საქართველოდან. დავით კობიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენთ დავით. მოლოდინი არის, რომ ხვალინდელი აქცია ნამდვილად იქნება ხალხმრავალი და მასშტაბური, რადგან მოქალაქეების სურვილია ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახონ მათი სიმრავლე და აჩვენონ ის, რომ მათი პოზიცია ნება არის ურყევი, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში არ შეეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში დამყარდეს რუსული დიქტატურა და მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქის რეჟიმი ყოველდღიურად უფრო ამკაცრებს რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, აკავებს აჯარი და მათ შორის დააკავებულ მოქალაქეებს ამ მოქალაქეებისვე თქმით აწამებს და სასტიკად უსწორდება საპატიმროებში. ამის და მიუხედავად არც თავად ეს ადამიანები, არც რეჟიმის პატიმრები, არც მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლებაზე არიან, არაპირებენ რომ გატყნენ და შეეგუონ იმას, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა მყარდება რუსული დიქტატურა. ხვალ 6 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყებენ მოქალაქეები შეკრებას, შემდგომ კი მსვლელობა გაიმართება თავისუფლების მოედნისკენ, სადაც როგორც ჩვენ გვეუბნებიან აქციის მონაწილეები, შემდეგ სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა პერფორმანსებსაც გამართავენ. ყოველ დღე უნდა ვიყოთ ერთად. აქ ერთი დღის გამოტოვება არ შეიძლება. 15-ში, ხვალაც 14-ში, ყველგან 18-ში, 20 თუ 7 მარტს, მაგრამ მანამდენაც ყოველ დღე უნდა ვიყოთ ერთად, იმიტომ რომ ეს ჩვენი დაპატიმრებული სინდის პატიმრები მოელიან ჩვენგან ბრძოლას, თუ ჩვენთვის იბრძოლეს და ჩაჯდნენ ციხეში, ჩვენ კიდე აქ თავისუფლებაზე უნდა დაუდგეთ გვერდში მათ. და ჩემი თანადგომა მათ და რა თქმა უნდა ჩვენ მზია ამაღლობას. 15 თებერვალი ერთად დგომის დღეა, მნიშვნელოვანი დღეა. კიდევ ერთხელ შეხვედრის დღეა, კიდევ ერთად ლაპარაკის პრობლემებთან, ასე ვთქვათ, პირისპირ დადგომის დღეა და დღეა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახოთ მთელ მსოფლიოს თუ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ შევეგუოთ ამ რეჟიმს, არის ურყევი. თვითმარქვია ხელისუფლების პროპაგანდა მუშაობს იმ მიმართულებით, რომ აი აჩვენოს თავიანთ მომხრეებს, რომ აი მუხტი იკლებს, ხალხი იკლებს. ეხლა გასაგებია, რომ 100 დღის განმავლობაში და 70 დღის განმავლობაში 20 და 30,000 ადამიანი ვერ იდგება ქუჩაში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის პერიოდულად მასშტაბური აქციების ორგანიზება, რომელიც დაანახებს საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებასაც, შიგა საზოგადოებასაც, ასევე მათ მომხრე საზოგადოებას, რომ მუხტი არსად არ არის გამკრალი და საჭირო დროს, როცა რაღაც ანონსდება და როცა რაღაც მყისიერად გადაწყვეტის მომენტი დგება, ამ შემთხვევაში უკვე ხალხი მობილიზებულია. ხვალინდელ აქციას, რომელიც 6 საათზე დაიწყება ევროპის მოედანზე, მოქალაქეები შემოერთდებიან რეგიონებიდანაც და ასევე ემიგრანტებიც იმ ქვეყნებში, რომლებშიც იმყოფებიან, საპროტესტო აქციებს გამართავენ.